მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ მომძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს ევროკომისიის დოკუმენტი რამდენიმე ასპექტში. ჯერთი ამ დოკუმენტის ავტორებს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა საქართველოს რეალურ მდგომარეობაზე, მის ისტორიაზე, თუ გნებავთ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებისადმი დამოკიდებულებაზე. მე ახლა შორს არ წავალ, მხოლოდ მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში შევახსენებ ევროკავშირის მოსურნებს, თუ რა იყო საქართველოში, როგორი იყო დამოკიდებულება, ჩვენი ცნობილი, კოლორიტად გადაქცეული ჩვენი წინაპრების დამსახურება, ეს თემა არასდროს არ გახადეს სამშელო, 400 წელია ეს ყველაფერი არსებობს საქართველოში და მას არ შეუშლია ხელი, ავიღოთ კინტოები, ავიღოთ ყარაჩოღელები, ავიღოთ პატარა ბიჭი დამეკარგა, ცნობილი სიმღერა, იგივე გიქორით და იგივე უამრავი რა მადათოვზე აღარ მინდა ვისაუბროთ და ასე შემდეგ. რაშია საქმე იცით? ეს არის იმ ჩვენი ეგრეთ წოდებული თითქოს და დასავლეთზე ორიენტირებული ჯგუფების ნახელავი, რადგან შეუძლებელია გონიერმა ევროპელმა ჩინოვნიკმა დაწეროს ასეთ უაზრო რამეები. ეს არის უდიდესი დარტყმა დასავლურ ორიენტაციაზე, იმიტომ რომ კულტურა, რომელშიც შენ ჩამოყალიბდით, ეს არის ბუნებრივი პროცესი, ისტორიული პროცესებისა და ადამიანების ერის ეთნოგენეზისა, თავდაყირა უნდა დაგიყენონ დღეს და ამას კიდე გეუბნებით ვერავითარ შემთხვევაში, უახლოეს პერიოდში, საშუალოვადიან პერიოდში ვერანაირი ქართული საზოგადოება ამას ვერ მიიღებს. განა იმიტომ, რომ მან არ იცის ეს, მან შესანიშნავად იცის ეს პრობლემა, ტოლერანტულია, თქვენ გაგიგონიათ, როდესმე რომ ვინმეს ამის გამო თუ გნებავთ ისტორიულ პერსპექტივაში ვერ ნახავთ ამას, იმიტომ რომ ეს იყო რეალობა, ეს იყო მოტანილი აღმოსავლეთიდან, იმ დამპყრობლებისგან და ასე შემდეგ, მაგრამ მოიძებნა ფორმა, როცა შესაძლებელი იყო თანაცხოვრება და ჭკვიანი ჩვენი წინაპარი ამას ყველაფერს კოლორიტში სულ სხვა კონტექსტში გადაყვანილი უკვე ისე აკეთებდა, რომ იგი არ ახდენდა ზეწოლას. დღეს არის პირდაპირი ზეწოლა და დანაშაულებრივი ზეწოლა, ესე იგი გამოდის, რომ ჩვენ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ დღეს სკოლაში ის, რაც მათი ნება, როდესაც სრულფასოვან ასაკს მიაღწევენ, ბოლოს და ბოლოს მე შემიძლია გავიგო ადამიანის არჩევანი, მაგრამ მე შემიძლია გავიგო მხოლოდ დასრული ადამიანის არჩევანი და არავითარი ტექნოლოგია არ ჭირდება იმას, რომ დასაწყისშივე ორიენტაცია შეუცვალო და გონება გაუმრუდო ადამიანებს, რომლებიც მომავალი პიროვნებები არიან. და ეს არის მე ყველაზე დიდ საზიზღარ დანაშაულად მიმაჩნია, ამიტომ ევროკავშირი ამ დოკუმენტით ვერაფერს ვერ მოიგებს. საქართველოში ამის მოსურნე ხალხსაც ბევრი არაფერი გამოუვათ, მაგრამ ეს არის ტექნოლოგია, რომელიც სერიოზულად აფიქრებს უამრავ ადამიანს, რომელიც გაიხსენეთ 90-იანი წლები, შეიძლება ბევრი აქ ახალგაზრდა არ ახსოვს. დასავლური არჩევანი არ იყო რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის არჩევანი. ეს იყო სოციალისტური ტოტალიტარული რეჟიმიდან გამოსვლის შემდეგ ქართველი ხალხის მისწრაფება უკეთესისკენ და იგი ამ უკეთეს ამერიკაში და ევროპაში ხედავდა. ამიტომ ვერავინ ვერ დაიჩემებს, მე პირადად ვარ ყველა პროცესის მონაწილე 90-იან წლებში, დღესაც არ გავდივარ არსად ამ პროცესებიდან. ეს იყო ქართველი ხალხის უდიდესი იმედი და 20 წლის თავზე ჩვენ შეიძლება დავინახოთ ნეგატიური განწყობების ზრდა ამის გამო. რატომ? მიზეზი არის არა ქართველში, მიზეზი არის იმაში, რაც ევროკომისიის დოკუმენტში წერია. ამავე დოკუმენტში საქართველოს პატრიარქი დადანაშაულებულია სიძულის საუბარში, ასევე საუბარია იმაზე, რომ მართლმადიდებლური ეკლესია, სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს სადავო ტაძრებს არ უბრუნებს. ამაზე რა შეიძლება?
ნუ პირველი ბრალდება აბსოლუტულია და ევროკომისიის მხრიდან დანაშაულებრივია, იმიტომ რომ ეს არის უკვე ყველა ნორმის დარღვევა, ჯერთი პატრიარქი არის ქართული ეკლესიის მეთაური და მის მიმართ ელემენტარული პატივისცემა არის საჭირო უცხოელების მხრიდან. მეორე ის რომ პატრიარქის კაცმოძულეობა და რაიმე მოწოდება თუ სადმე გაგიგონიათ, მე მაგალითად არ გამიგონიათ, თუმცა ყველა ეპისტოლეს ვკითხულობდა, ვცდილობ ვიყო ეკლესიის საქმის კურსში. მე ბევრი რამ არ მომწონს ქართულ ეკლესიაში დღეს, იმიტომ რომ არის პრობლემები, მაგრამ შიგაძალებმა უნდა მოახერხონ ქართულ ეკლესიაში არსებული პრობლემების დაძლევა. არაფერი პატრიარქს არასდროს არ განუცხადებია იმის მსგავსი, რომ შეიძლება მისი დადანაშაულება ვინმეს მოძულეობაში. რაც შეეხება სომხურ-ქართული ეკლესიებში არსებულ თქვათ დავას კონკრეტულ ობიექტზე, ესეც ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. მე ვფიქრობ, რომ გონიერი მესვეურები ერთი და მეორე ეკლესიისა შეთანხმდებიან, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ზუსტად, ძალიან ბევრი ვიცით იმისა, რომ ეს დავას არ ექვემდებარება, მაგრამ შეიძლება იყოს, მე აბსოლუტურად არ გამოვრიცხავ სადაო რაღაცები, და ამას უნდა სპეციალისტები ჩაუჯდნენ და ორმა ეკლესიამ, რომლებიც თანაცხოვრობენ საუკუნეებია, ყველაზე დიდი მიღწევა რაც არის, თბილისი არის ფანტასტიკური ქალაქი, ევროპულ ტოლერანტობას რომ 10-ჯერ აღემატება, იმიტომ რომ ჩვენ ტოლერანტები ვართ, იმიტომ რომ ჩვენი რწმენა გვიყვარს და ჩვენი რა. ევროპული ტოლერანტობა არის საკუთარი რწმენის იგნორირების ფონზე თითქოს და სხვების მიღების მაღალი ხარისხი. ასე არ არის, როცა შენი არ გწამს სხვის მიმართაც ძალიან უპატივცემლო ხარ. ამიტომ ჩვენ არაფერი არ გვაქვს, კიდე გეუბნებით, არ მჩვევია მე რაღაც ვაშა პატრიოტული განცხადებების კეთება, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ საკუთარი გაგების და წვდომის უნარი. ჩვენ ვართ ტოლერანტი ხალხი და თბილისი არის სუპერმაგალითი იმისა, თუ მსოფლიო რელიგიები ძალიან პატარა ტერიტორიაზე როგორ თანაცხოვრობდნენ, ჩვენ გვაქვს თბილისი მაგალითი იმისა, თუ როგორ თანაცხოვრობენ სხვადასხვა ერები და ეხლა რაიმეს დადანაშაულება, ეს არის წმინდა ტექნოლოგიური, რომ იტყვიან ხერხი, რომლის მიზანი ერთადერთია სიტუაციის დაძაბვა და რაღაც ნეგატიური პროცესების გამოწვევა საქართველოში. თანაც ეს მინდა აღნიშნო, მე მაინც სხვა თვალით უყურებ ამას, ევროკომისიის ეს განცხადება არ ითვალისწინებს იმას, რომ ისეთ არა პოლიტიკურად არა ჩამოყალიბებულ სისტემაში, როგორც საქართველოს წელს არის არჩევნების წელი და არ შემდგარ ჯერჯერობით ჩამოუყალიბებელ სახელმწიფოში არჩევნები დემოკრატიული პროცედურები, რომელიც მხოლოდ კადრების როტაცია უნდა იყოს და სხვა არაფერი, როგორც არის ევროპაში, როგორც არის ამერიკაში, ეს მხოლოდ კადრების როტაცია, სხვა არაფერი, სისტემის ყოფნა არ ყოფნის საკითხი არ დგება, ორიენტაციის პრობლემა არ დგება და ასე შემდეგ. იწვევს დაძაბულობებს და არის დესტაბილიზაციის წყარო. ყოველი დემოკრატიული არჩევნები საქართველოში არის გარკვეული დესტაბილიზაციის წყარო, იმიტომ რომ ჯერ ეს სახელმწიფო კონსტიტუციურად პოლიტიკური სისტემის თვალსაზრისით შემდგარი არ არის. პრემიერ-მინისტრის განცხადებაზეც კითხავთ, ეს განაცხადა პრემიერმა კოალიციაში არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით, ორივე მხარეს მოუწოდა სიმშვიდისკენ წინააღმდეგ შემთხვევაში პრემიერი აცხადებს, რომ იმართოს უკიდურეს ფორმებს და შესაძლოა მოხდეს გარკვეული ცვლილებები. ელოდებით თუ არა მის თაგალებში? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ნელ-ნელა უნდა მივიდეთ იქამდე, რომ კოალიციები იქმნება არჩევნების შედეგების შემდეგ, თუ ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ დააგროვებს უმრავლესობას, რომელიც მთავრობის ფორმირების საშუალებას მისცემს მას. მაშინ უმრავლესი ხმების მიმღები პოლიტიკურ პარტიას მის მეთაურს დაევალება მთავრობის ფორმირება, ანუ კოალიციის შექმნა. და არა წინასწარი კოალიციები, როდესაც ერთი მატარებელი, ამ შემთხვევაში დღეს ბიძინა ივანიშვილი, წინა სამი მატარებელი ჩვენ ვიცით, რა შედეგებიც დასრულდა და ჩვენი ხალხის მიამიტობა იწვევს ამ ცუდ სიტუაციას, როდესაც ჩვენ ვენდობით ერთ კაცს,
ერთი ბელადი, ერთი მარჩენალი, ერთი გადამრჩენი არის ყველაფერი და არავინ არ აკვირდება ამ ადამიანის უკან სიაში რა ხალხი ზის, რადგან ის ხალხია აღმასრულებელ ხელისუფლებაში და მთლიანობაში სხვა სტრუქტურებში რომ იკავებენ ადგილებზე, შემდეგ სულ 2-3 თვის შემდეგ ქართველი ხალხი იწყებს უკმაყოფილების გამოხატვას. რატომ? მატარებელში ჩამჯდარი ხალხი ხელისუფლების მაღალ ეშელონებში არის შემთხვევითი ადამიანები, რომლებმაც შესანიშნავად იციან, რომ მათ გაუმართლათ მოხდნენ იქ, სადაც არ უნდა მომხდარიყვნენ არანაირი ლოგიკით და ეხლა რა თქმა უნდა ისინი უფლებამოსილებას არა სახელმწიფო მშენებლობაზე და საზოგადოების სასარგებლოდ აწარმოებენ, არამედ საკუთარი თავის და საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. მათ უნდა მოასწრონ, მათ შესანიშნავად იციან, რომ დრო ცოტა აქვს. ამიტომ ქართულმა ოცნებამ რაც გააკეთა 2012 წელს ამ უაზრო კოალიციის საკრებით ერთი უბედურება, თუ ეხლა კიდე გაგრძელდება ეს კოალიციურობანაც თამაში, კიდევ ერთი იქნება. მე არაერთხელ მithქვამს და დღეს გავიმეორებ, არანაირი პერსპექტივა 2016 წელში სერიოზული ცვლილებებისა არ ჩანს. მეტნაკლებად ყველაფერი დარჩება უცვლელად და ეს არის პოლიტიკური ლიდერების შეცდომა, რადგან ერთი ნაბიჯი მაინც უკეთესობისკენ უნდა გადაიდგას. 2016 წელი შესანიშნავი საშუალებაა და შესანიშნავი პლატფორმაა იმისათვის, რომ თითოეული პარტია გამოვიდეს ცალკე და თავისი თავი შეამოწმოს, ხალხის დამოკიდებულება ნახოს, დადგება შედეგი და აიკრიბება კოალიცია. აი ეს იქნება გონიერი და ჩვენ იქნებ როგორმე ნორმალურ პოლიტიკურ თამაშებზე გადავიდეთ და არ ვიყოთ ჩამოკიდებული კიდევ ხსნელებზე, იმიტომ რომ ხსნელების პოლიტიკური დასასრული ჩვენ წინასწარ უკვე ვიცით. ამიტომ ნებისმიერი მხსნელი ისევე დაასრულებს თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას, როგორც დაასრულა ყველა დანარჩენმა მხსნელმა. ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა მშვიდ განცხადება, ახალ მისამართზე გადადიან. იჯარით შენობა გადაიხდიან 75,000 საბოლოო ჯამში 9 მილიონის გადახდა მოუწევთ, ვიდრე თავიანთი შენობა დამთავრდება, რომელიც გადადიან. რამდენად ადეკვატურად მიგაჩნიათ ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ის შენობა? ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ჯერ ერთი იმ შენობის გაყიდვა. იმიტომ რომ მე ვერ ვხედავდი ალტერნატივას სად უნდა წასულიყვნენ, ჯერთი რატო უნდა იხადო სახელმწიფო ქონება საკმარისია საქართველოში იმისათვის, რომ სახელმწიფოს უპირველესი ორგანოები განთავსებული იყვნენ შენობებში, რომლებსაც ქირა არ ექნებათ გადასახდელი. ესე იგი ირონიულად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ფანტასტიკური კომერციული რომ იტყვიან გარიგება, როდესაც ყიდი საკუთარ სახლს და მე ამ სახლს ქირაობ საკმაოდ სოლიდური ფულით და აძლევს საშუალებას რამდენიმე წელიწადში მყიდველს ამოიღოს თავისი ფული სრულყოფილად. ვინ რჩება წაგებული? გამყიდველი რჩება სერიოზული წაგებული. საერთოდ 75 თეთრი რატომ უნდა გადაიხადოს სამინისტრომ შენობის არენდისთვის, როდესაც მას ყველანაირად გააჩნია საშუალება, იგია მფლობელი, ეკონომიკის სამინისტროა მფლობელი, მასზეა მიწერილი ის ქონების მართვის სამმართველო და ასე თუ კი სახელმწიფოში რაიმე სახელმწიფო ქონება არის, ყველაფერი საკონტროლებენ თვითონ. ნუ თუ არ შეიძლება ისეთი შენობის შერჩევა, სადაც არაფერი გადასახდელი არ იქნება. ერთი, იმიტომ რომ ეს არარაციონალური ხარჯვა არის ფულისა. მეორე ის, რომ ამას საზოგადოება როცა იგებს, აი ნახეთ დღეს დილით ვნახე მე ქსელები თუ ფორუმები როგორია, ყველა ნეგატიურად აღიქვამს ამას, იმიტომ გახმაურდა უზარმაზარი ფული, თურმე მილიონს იხდიან ამ შენობის არენდაში წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი და არ მესმის, რატომ მოხდა ასე. არანაირი აუცილებლობა სამინისტროს შენობის გაყიდვისა თავის დროზე არ იყო. როგორ? პანორამის პროექტზე ამბობთ. მე ჩემი დამოკიდებულება მოურიდებლად როგორც კი გახმაურდა ამ პროექტის შესახებ, ეს არის აბსოლუტურად ჩემი თვალთახედვით მიუღებელი პროექტი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ასეთი მასშტაბური ჩარევა, ასეთი სისწრაფით
თბილისში, რომელიც კიდე გეუბნებით, მე არა ვარ თბილისში დაბადებული გაზრდილი, ქართველი ვარ, ქუთაისში დავიბადე, მაგრამ თბილისი ჩემი ქალაქია, ასე უნდა იყოს ყველა ქართველისთვის, ეს არის ის დედაქალაქი, რომელიც არა ის საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი იყო და რაღაც ყალბი აპლომბები გაჩნდა აქ, რომ თითქოს თბილისელი, ეს არის ქართველი დაბადებული თბილისში, მე არ მომწონს არც თბილისელი სიტყვა, არც ქუთაისელი, ჩვენ ვართ ქართველები, რომელიც დავიბადეთ ამ თუ იმ კონკრეტულ ადგილზე. ამიტომ ამ უნიკალურ ქალაქში, მართლაც და უნიკალურში, თბილისში დაბადებული, ამას ვერ იგრძნობს ასეთი მასშტაბით, თავისი კლიმატით, თავისი ფანტასტიკური რელიეფით და ასე შემდეგ, არის უნიკალური ქალაქი, რომელიც შეიძლება ასე დარჩეს, თუმცა ბოლო 20 წელია, რაც ამ ქალაქს დამართეს ქართველებმა, ამ უთავბოლო მშენებლობებით, რომელიც არანაირ ნორმებში არ ჯდება და ამახინჯებს ქალაქს, ეხლა კიდე ასეთი მასშტაბის ჩარევა თანაც იმ ტრადიციულ ლანდშაფტში, რომელიც უფრო ლამაზია, ვიდრე ვერაფრით ვერ წარმოიდგენ, იქ რაიმე განაშენიანება უფრო ლამაზი იყოს, ის ბუნებრიობა თავისთავად არის მიმზიდველი. ამიტომ 500 მილიონის ჩადება ამ პროექტში მე არაგონივრულად მიმაჩნია, რა თქმა უნდა, მე გამოვდივარ იმ პრინციპიდან, რომ ეს კერძო ფულია და ბოლო-ბოლო კანონიერების ფარგლებში სადაც ჩადოს, მაგრამ ეს უკვე მეც მეხება და აქ ეს უკვე ყველას ეხება. მე არ მომწონს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ამ ფულით გაცილებით უკეთესი პროექტების გაკეთება შეიძლებოდა და გაცილებით უფრო ნაყოფიერი ყოფილიყო ეს. გუშინ პარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გოინტაძის კანდიდატურა. თქვენი შეფასებები როგორია? წარდგენილ პირობებთან დაკავშირებით იცნობთ ამ კითხვის შესახებ და ახლა ურთიერთობა არ მქონია, რაღაც შეხებები თავის დროზე იყო, მე ვფიქრობ გონიერი ადამიანია. ეხლა მთელი პრობლემა ეროვნული ბანკისა, მე მინდა ვალდებული ვარ ეს თქვა, ბატონმა ქადაგიძემ იმ გადაცემაში მოცემული სიტყვა შეასრულა და მე მიწვეული ვიყავი მის მიერ ეროვნულ ბანკში და ჩვენ ყველაფერი გავიარეთ იქ ძალიან დეტალურად. ეს ეჭვები, რომლის საფუძველზეც მე ვსაუბრობდი, ასე დაბეჯითებით რომ ცოდნო და მე მაშინ ეროვნული ბანკს ბევრ კრიტიკას ავარიდებდი და პარლამენტზე გადავიტანდი ამ კრიტიკას, იმიტომ რომ ეროვნული ბანკი, როგორც მე ვამბობდი, იმას რომ არაერთიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში მოქმედებდა, იმიტომ არავინ არ დაუმტკიცეს, არავინ არ უთხრა ეროვნულ ბანკს, რომ შენ ამ პარამეტრებში უნდა იმუშაო, დამოუკიდებლად გააკეთო. ეს სამწუხაროდ ეს იყო პოლიტიკის შეცდომა, ბუნებრივია, საკმაოდ კვალიფიციური ხალხია ეროვნულ ბანკში, მაგრამ მათ გააკეთეს ის, რომელიც შეიძლება უკეთ გაკეთებულიყო. მათ თვითონ განახორციელეს პოლიტიკა და ეს კი არ არის მსოფლიოში არსად მიღებული. ეროვნული ბანკი მოქმედებს მკაცრად ეკონომიკური პოლიტიკით განსაზღვრული მიმართულებებით. ამიტომ მე მადლობას ვუხდი მას, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდა კაცია, მან საკმაოდ სერიოზული გამოცდილება აკრიბა, ამიტომ ბევრი რამ, რაც არასწორი იყო, შეიძლება მისი გამოცდილების ბრალი იყო და არა ის, რომ იგი ვთქვათ შეგნებულად აკეთებდა. მე მესმის ძალიან კარგად ის, რომ როდესაც ეროვნულ ბანკს მიუშვებთ თავისუფალ ცურვაში, ზღვაში, რაც არ შეიძლება, ეს არ ხდება არსად, შეიძლება იქ კურსები იყოს ისეთი არჩეული სიტუაციიდან გამომდინარე, როცა ეროვნული ბანკი მხოლოდ ერთ პარამეტრზე იყო ორიენტირებული. ინფლაცია, როგორმე დაეჭირათ, არა და ინფლაცია არ არის მთავარი საკონტროლო, მთავარი საკონტროლო არის ეკონომიკური ზრდა, რომლის თანხლები პროცესი არის ინფლაცია და როგორ უნდა იყოს ინფლაციის ტემპი უფრო დაბალი ვიდრე ზრდის ტემპისა, ამას პროფესიულ დონეზე ძალიან მარტივად ახერხებენ, თუ რაიმე შეცდომა არ იქნა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბატონ გვენეტაძეს მართებს არ გაყვეს იმ არასწორ გზას, რომელიც არ ადევს ეროვნულ ბანკში. ის არასწორობა, რაც მოხდა, არ დევს ეროვნულ ბანკში. ეს დევს პოლიტიკის არარსებობაში. ეს დევს პარლამენტში, რადგან პარლამენტი ჩვენი კონსტიტუციით ამტკიცებს
პოლიტიკას, საშინაო პოლიტიკას ეს ვერ გააკეთა პარლამენტმა სამწუხაროდ ვერ მთავრობამ გააკეთა, ვერ შესთავაზა მთავრობას ის კაცრად განსაზღვრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა წლის 2-3 წლის განმავლობაში, რომლის ფარგლებშიც ეროვნული ბანკი უკვე ჩამოურევლად გააკეთებდა თავის საქმეს. მე მიმაჩნია, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და ყველანაირი ჩარევის მცდელობა მის სამსახურში უნდა მოისპოს, მაგრამ მაკროეკონომიკური პოლიტიკა მთლიანობაში უნდა დამტკიცდეს პარლამენტში, რომლის ჩარჩოებშიც იმოქმედებს ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად. სხვა ნებისმიერი გზა არის წამგებიანი. ამიტომ ეროვნული ბანკის დასუსტების მცდელობა კარგი იდეა არ არის. თუ ევროპული ბიუროკრატიის ინერციას გაითვალისწინებთ, მაშინ ალბათ რაღაც თვეები დაჭირდება ამას, იმიტომ არაოპერატიულია ეს ყველაფერი და მე ვერ ვხედავ ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან რაიმე საბაბს იმისა, რომ დააჩქარონ პროცედურები. ისინი ნელ-ნელა ყოველგვარი აჩქარების გარეშე ალბათ თვეები მოუნდებიან ამ პროცედურის დასრულებას. ყველაფერი დამოკიდებულია, მოდით ასე ვთქვათ, რამდენიმე თვეში, ალბათ მოდი წლის პირველ ნახევარში მაინც დადებითი ინფორმაცია გაჩნდეს და რაღაც თანხა შემოვიდეს ქვეყანაში სავალუტო. მე ვფიქრობ, რომ იდეალური იქნება პირდაპირ ინვესტიცია, ანუ ფული, რომელიც მიდის წარმოების შექმნაში, ან წარმოების განვითარებაში, ან მომსახურების შექმნა განვითარებაში. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში მე არ მჩვევია ტყუილების საუბარი, არ არსებობს ფუნდამენტი, რასაც დაეყრდნობა ლარის სტაბილურობა, ხას უსვამ. არ არის არაფერი, საგარეო ფაქტორების იმედი საქართველოს მთავრობას არ უნდა კონდეს. წელს საგარეო ფაქტორები კარგი არ იქნება, არაფერი არ გაუმჯობესდება და ჩვენ ყველა იმ ქვეყანასთან ვართ მიბმული ურთიერთობაში, სადაც დაძაბულობებია და სადაც სერიოზული პრობლემა არის. იმპორტის თვალსაზრისით აიღეთ თურქეთი, ექსპორტის თვალსაზრისით აიღეთ რუსეთი, ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და არაფერი არ საბერძნეთი, სადაც ჩვენი 100,000-ობით მოქალაქეა, იტალია, სადაც ასევე უამრავი ქართველია და ამიტომ მართებს მოქნილი საშინაო პოლიტიკის წარმოება საქართველოს ხელისუფლებას. მოლოდინი და განცხადებები ლარის სტაბილიზაციისთვის საკმარისი არ არის. საჭიროა რეალური სავალუტო შემონადენი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჯერ კიდევ დაუძლეველი სავალუტო კრიზისი. ნუ გვეშინია ამის თქმა, ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური სავალუტო კრიზისი. ხარჯავ მთლიანად ჩამოკიდებული ხარ იმპორტზე, ქვეყანა ვალუტა ჭირდება, არა გაქვს ეს ვალუტა, თანაც ვერ შექმენი ისეთი გარემო, რომ აქედან გაიტანეს ფული, ქართველმაც გაიტანა ფული და საშუალო და მცირე ინვესტორმაც გაიტანა ფული და სწორედ ფულის გატანა იყო ყველაზე დიდი დაწოლის მიზეზი ეროვნულ ვალუტაზე. ამიტომ უნდა გავაშიშვლოთ პრობლემები, ღიად უნდა ვიცოდეთ, სად არის პრობლემები და ნელ-ნელა მას უნდა უმკურნალოთ, როგორც თავის მხრივ ეროვნულმა ბანკმა. კიდევ ვამბობ, იმედი იმისა, რომ ეროვნული ბანკის ფარგლებში შეიძლება დღევანდელი პრობლემის მოგვარება, მე სხვათა შორის ბატონ ქადაგიძესაც ვთხარი, ილუზია იყო და მისი შეცდომა მე მიმაჩნია, მე პირდაპირ გავიმეორებ, რაც მე ვთხარით, თქვენ ხომ იცოდით, რომ ამ მექანიზმებით დეფექტის გადაფარვა შეუძლებელი იყო. შეუძლებელი იყო მხოლოდ ფულად საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებით მიგვეღწია ჩვენ ლარის სტაბილურობას და არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა. ამიტომ იმედი იმისა, რომ თითქოს ესე იგი ბაზარზე ინექციებს და სავალუტო რეზერვების როცა ასეთი ზეწოლა ხდება, არანაირი სავალუტო რეზერვი გამოყენებული არ უნდა იყოს, იმიტომ რომ მას გაცილებით სხვა ფუნქცია აქვს და იგი უფრო კრიტიკულ მომენტებშია საჭირო, ვიდრე აჟიოტაჟური მოთხოვნის დროს.